მოგესალმებით ყველას. ისევ არაჯალის ტბებზე ჩამოვედი. შესასვლელთან დაკავშირებით იყო ბევრი კითხვები. ერთ-ერთი შესასვლელი აქედან არის, ახლა საიდან ჩამოვედი, აი ამ საღორედან. ალბათ თუ ხართ ამ ტბებზე ნამყოფი და ამ გზაზე გამოვლილი, გეცოდინებათ. ნაგავი რომ არის გზის პირზე დაყრილი, აქ კუთხეში შემოდის ბილიკი და ერთი შესასვლელი აქედან არის, ერთი უკანა მხრიდან არის. არ აქვს მნიშვნელობა შემოსასვლელს საიდან შემოხვალთ. თავარია შუაში რომ ტბები არის, მე იქ დავდივარ ხოლმე ადგილ. ეს ფლოსტები, რომელ მანდილოსანს დარჩა აქ. ხო. შიგნით უნდა იმოძრავოთ ხოლმე მე ბილიკებზე. აქტიური თევზი ხან რომელ კუთხეში დგას, ხან რომელში, ესე წინასწარ და ზუსტი ლოკაციით მეც არ ვიცი ხოლმე. აღჭურვილობის შესახებ იყო ისეთი ხალხიც რომ ჩამოვიდნენ, ვერ დაიჭირეს. სპინინგი უნდა იყოს გამართული ისე რომ ესე პატარა სატყუარით, ეხლა მაგალითად 0.3 გრამი მიყენია, რომ გაატაროთ სწორი ანიმაცია რომ ისეთ სატყუარას. თვითონ სპინინგი არის 0.1-დან 2 გრამამდე. კოჭა აყენია 500-იანი, ძალიან მსუბუქი კოჭა, იმიტომ რომ თვითონ ჯოხი არის მსუბუქი 42 გრამს იწოლის მარტო ჯოხი. ფეივორიტის შავი გედია ეს. კოჭაც ფეივორიტის ბლუბერდი არის 500-იანი, 127 გრამს იწონის და დახვეულია ზედ ნანოფილი, 1 ელბე. თლათ არც წნულია, არც ძუა, ნარევია მოკლედ. ძალიან წვრილი არის და ისეთია რომ პატარ-პატარა შეხებას ძალიან ადვილად იგებს თევზის. თან ძალიან წვრილი იმიტომ რა, სახმარად ადვილია ესეთ პატარა სატყუარები რომ გაატაროთ და სწორი ანიმაცია მისცეთ. კიდევ კარაბინი არ უყენია, შესაკრავი, პირდაპირ ფლუროზე მაქვს დამაგრებული, რომ უფრო კარგი ანიმაცია ჰქონდეს სატყუარას. დღეს ცოტა ქარი არის. ცოტა არა, აი ალბათ გამოჩდება კიდეც ახლა. წყალში რომ ტალღები არის და საკმაოდ ისეთი არასასიამოვნო არის და რთული ართულებს ხოლმე მარმიშკით თევზაობას. ქარი, მაგრამ იქ რაღაც ყუდრო ადგილებიც არის შედარებით. იმ ყუდრო ადგილებში იმედია რომ იდგება თევზი და გამიმართლებს და მოვატყუებ. აი ესეთი ტალღები არის ტბაზე. მარმიშკით თევზაობა საინტერესოა ადრეულ გაზაფხულზე განსაკუთრებით. ნახოთ მოკლედ აბა დღეს როგორი დღე გამომივა. რა? ესეც პირველი ნადავლი დღევანდელი. რაც მებრძოლი ვერ აჩანს. დონდლოსავით წამოვიდა თავიდან, მეთქი რა ბალახი ხო არ გამოვათრიან რაღაც საძირული ტოტი. და რა ხელა კარას ყოფილი. ჩემი კაი, რა ხელა კარასია და დონდლო. ზოგი კაი მებრძოლია ხოლმე, ეს რაღაცა ნამეტანი დონდლოა. არა, კაი ხელა. რა ხელა კარასია. ამაცი. ორი მაგარი კარასი არის, просто იმენა რაღაცა ლოქოა რა. მოჩვარული. ესეთი. ჩვენი ეზონის ალბათ სადაც
300 გრამამდე. Წადი. შედონდღლო შენ. კარგია. პირველი კარასი მოტყუდა. მოდი აქ. თორე. მოდი აქ. ისეთი. Hop. Ხილად. რა ფარტხალა არის ეს. Hop. რიგით მეორე. გაჩერდი. რა მაგრად. მოგეთო, ვსა. ესეთი. კროსფერი. შევალამაზოთ სილიკონი. კარგია. Российская карасия. Российская карасия, бичо. Чеви. Как ижда караси. Чеви кай, გარიზომის карасия. ძალიან მაგარი. Ჩენს რატოში წყალში ზოგ ტაფასავით აქ. მაგარი კარასი. მაგრა ასორებს ესეთი ჯოხით. ესეთი კარასების დაჭერა. მოდი აქ ახლოდან განახვიეთ და მიჩი ხარ რა მოგხარ. და კოჭა გავხსნათ. ისე აბა ერთი დაგვენახე. აი კარასი მეგობრებო. ბომბა. კაი ლამაზი. ჯოხი და კარასი რომ ხელა. ესე ძალიან მაგარი. აშალე ეს პარფლიც. აი. ეს ერთი ნახევარკილოიანი იქნება. დღესაც წამომიღია ეს პატარა სასწორი მაინც და მაინც. მაგარია, კაი გაუშვით. აუ გაასწორა, ამან კარგად იბრძოლა თან აქ. კაი სტარტები მისცა. ბოლოში. თავიდან კი ვერ მიხვდა რა შეხო საქმე. Shot. Aba. A casa.
მოსდევს დავინახე. ოპა. მოსდევდა დავინახე. ესე ორა კაი კარასია ესაც ბიჭო. ეხლა დავაყენე ექსპერიმენტისთვის 0.1 გრამი. 0.1 გრამით არასოდეს გამიტარებია აქ. და აი შედეგიც. 0.1 გრამი უფრო ნელა ჩადის, რა თქმა უნდა, და დაბლა ფსკერთა რო ბალახები არის, იმას ზერო იდება, შიგნით აღარ იძირება. ბალახზე ვერ რჩება. და აი ესეც შედეგი. შვენიერი ბომბა კარასი. მოდი აქ. თან საჩავაგდე და წამოვე აქ დავინახე რომ მოყვა და გაუჩერე თუ არა პაუზა დავინახე რომ აიღო და გამოვარტყი. ჩიკარი. მოდი ხელი დავიღოთ. ახლა ესე. აი 0.1 გრამი. ერთი ბეწო ნემსკავიც და სიმძიმეც. და ესეთი შვენიერი კარასი. რა, ესეთი კარასის დასაჭერად ხალხი წალკაში დადის და მაგერ ყარაჯალაში მოდის. ახლა გემოვნურით ვისევებით იმას ვერ შეედრება წალკის კარას, მაგრამ გასართობად და საკაიფოდ მეტი რა გინდა აგერ თბილისთან. ჩამოირბენ, გაერთობი. აი 0.1 გრამის გადასაგდებად და ანიმაციის მისაცემად. მიტომ არის საჭირო ესეთი თხელი. ყველაფერი თხელი, ნანოფილი. წნული უნდა მეთქვა, მაგრამ ფლუოროკარბონის სადავე 0.12 მაქვს. შეიძლება ამაზე თხელი კიდე უფრო უკეთესი იქნება, მაგრამ მე არ მაქვს ამ ეტაპზე. რომ ექნება ამაზე თხელს ვიხმარ კიდევ. რომ ესეთ პატარა სატყუარას ანიმაცია უკეთესი მისცეს წყალში. და ნუ ჯოხზე ლაპარაკი ზედმეტია. ჯოხი უმაღლესი კლასის. ოპა. ახლა როგორ დაუტრიალდა დავინახე. აუ რა კაი მწოლი კარასია, მაგრამ ბალახები აქვს ცუდი. აი ესეც კაი ბომბა. ესეთი კარასები მოდიოდეს ქორჭილავის ვიღას უნდა ქორჭილა. არა ქორჭილა ზარტყმას სხვა ქორჭილაზე სხვა თემაა, მაგრამ მისკაზე ესეთი ბომბა კარასები ჭერა. ნამდვილად ძალიან სასიამოვნო არის. აი, როგორი ბომბა კარასი არის. ეს დავსვი ახლა მასე. ფლეშლურესის კოღოს მატლი ესეც უნდა შავი ფერი, აი. ასეთი შავი. ის 1 გრამიანი იქით ჩამიწყდა და ახლა მიყენიე 0.3 გრამიანი. ისედაც ქარში ძალიან მიჭირდა 1 გრამიანის გატარება. და ესეთი თეთრი თავი აქვს. შავი კოღოს მატლი. და ესეთი ბომბა კარასი. აუ რა მაგარი კარასია. კარგი რა მაგრად მოგეტო რა არის. რა უჩი გაქვთ? რა არის ახლა? რატო ვერ გამოვაწრი ამდენ ხანს? ესეთი შავი ფერის კოღოს მატლი.
ისე რომ შავ ფერზეც მოდის, მარტო წითელზე არა. ისეთი. კაი. გაბუთქუნებული. რა შეჭამენ ისი ამ ჭაობში? ისეთი გასიებულები რო არიან. კაი კარასი. მეხუთე კარასი. სასიამოვნოა ძალიან რა. აუ რა მებრძოლი კარასია ზოგიერთი რა მაგრა ასოებს. ოპა ესეც შავ ყოვას მატყზე. მადი რა დღეშია რა დღეში ბრძანდება. არა და დღეს ამაზე უფრო კარგად მოზდილებით დავიჭირე, მაგრამ ეს იმ მაპთან შედარებით უფრო მებრძოლი აღმოჩნდა. გაჩერდი. გაჩე. ჩეკა. გაჩე. დააბრუნე სატყუარა და შენი გზით მიგზანდი. ვა შეგახდა ახლა. ხნა ქარიყლაპია ხო არა ხარ შენც. მაგრად კითხვა მოგაცემა. ჩემი კაი. დავიდა. შავი ყოვა. Opa. მაგარი ზომის კარასი. მორიგი. ნახე, შავი კოვოს მატლიც. რა კარგად მუშაობს გაგიჟდა კარასი. გაგიჟებული კარასი. სეკატერივით. დაცურავს. დავღალოთ ცოტა. ორი რა დღეში. Всё, поехали. Чигарджа. Моду я возьму. შევიდა პარკინგში. გამოცდა ჩაბარებული. მან გადახვედით შემდეგ ტურში. აი. ბომბოქლა. სუკანი.
ზოგანი გარას წავიდა ბუდეში თავის. შევალამაზო ცოტა მომიჩენჩეს. კედან ახალი მხრიდან კადრში არ ჩანდა? უკაცრავად. აი ესე. ლამაზად. ამინდი ვერ გაგვაჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ ქარია. ჯერ ქარში თევზაობა რა არის და მე მარმიშკაზე ორმაგად უარესი. მაგრამ შედეგი მაინც არის. გავაგზავნო. ჩაიძირა და წავიდა. ამეჩვენა. ხარაფერი წარმომეჩვენა, წეღანაც დარტყმა იყო. აუ რა მაგრა იბრძვის. რა კაი არის რა. ეს მე რამდენი ყარაცი არის. რაღაც სათვალავი ხო არ ამერია. ამდენი ერთ თევზაობაზე დამიჭერია? აქ, რა ხდება? რა მაგრად გაზაობს. აბა ცოტა მოხრუჭები ხმარე აქ. ესე. ეს არის ახლა რამდენი? მოიცა, გადავითვალო 2 4 2 იქ, მერე 2 იქ, ეგ შენი 4. იქ 5, 6, 7 მერვე კარასია, მე მგონი. აკეთწადი. იქით არ ჩამიშვა. რო სილიკონზე იჯერენ აქ კარას. სხვა კარასებს არ უთხრას. და. ასე. ვა მერე კარასი. არა 8 კარასი ერთ თევზაობაზე აქ არ მახსენდება მე მგონი. აპა მორიგი. ხო. რეკორდია, უეჭველი რეკორდი 9 კარასი ნაღლად არ ამოსაჭერი. მარმიშკაზე ეს თევზაობაზე 9 კარასი. თან ესეთი კაი კარასები. ასე რაღაცა კაი ბუდეს მივაგენი აქ. ცოტა სიღრმეც აქვს წყალს და მოვიდა. აჰა. ელა. კარას. ნერვიულო. სიმშვიდე შეინარჩუნე. სიმშვიდე. ზახარ. არაც. მერე, შო. ეს აკეთალაყუშის დამცავი. სხვა დაზიანებული ჩანდა, მაგრამ ბავშვობის შრამია ალბათ.
მეცხრე კარასი. შავი კოღოს მატლიც მალადეც. კიდე? ჩემი ეს რამხელა. ეს ბიჭო, ცოტა ფრიქციონი მოუშვა, თორე ეს რაღაცა ნამეტანი თავს იქნევს. ბიჭო, ეს უკვე ესეთი დღეს დავიჭირე? მგონი არა. მოდი პარკინგში აბა. და ეგ არის. არა, ესეთი დღეს არ დამიჭერია. ეს ერთი ჩემი აი აუ რა კაი გასართობია ეს მარმიშკა აი კოღოს მატლი და რა კობრივით პარკლები აქვს არქისანი ყოფს რო აქვს ხოლმე ესე დიდი პატარა მაგარი სქელია ნახეთ შავი კოღოს მატლი და შავი გედი კარასებს ანადგურებენ დღეს თან როგორ ამინჩი დღეს რო ქარი არ იყოს რა ვიცი გაცილებით უკეთესი შედეგი შეიძლება გადებულიყო მან იქნებ ქარი უყვარს კარას წადი კაი მალადეც კარგად ბრძოლა მეათე ორ ნიშნაზე ავედით კარგია გაუგრძელოება ერთი ამ კუთხეში ესე კიდე იქ შევამჩნია თითქოს დაცურავს ერთი კარასი ეულად თითქოს გამოეკიდა აიმე რა ველურად დაარტყა იმენა ქარიკლაპიასავით გამოეკიდა და ჯიშივით დაარტყა და აი ცოტა ფრიქციონი მოჭერილი რო ყოფილიყო წესიერად გაუფრიტავდი დოჯს რაღაცა ვერ დავარეგულირე კარგად წეღა რო გადაუშვი ეთყობა დამავიწყდა ცოტა კარგად გადაჭერა და მაგის გამო გამეკცა რა კაი კარასი იყო თან დავინახე ისე რომ მოდიოდა იქ ცოტა თხელი წყალია და მაშინვე რეაქცია ქონა როგორც კი ჩავაგდე მე-11 გაიქცა იგრე მარა უშავს კიდევ ერთი ხო რა არის შენ საზანზე ხო არა ხარ ნაჯვარი ეს რა არის რაღაცა მართლა ძალიან ისევ ხელა იმენა ძალიან დიდია ისევ ის ხო არ დავიჭირე ამია კაბა რა კარასები ცხოვრობენ აქ თურმე რა კარა იმ ხელა შეიძლება დიდიც კი არის იმაზე სიგდით არა მაგრამ სქელი არის მენა ბომბა ხელს ვერ ვაწვდე
რა მაგარი ტუჩი გაქვს. ოპ, გაჩერდი. всё. მეგონი გამოვაძრე. კი. ოპ, გაჩერდი. ხელა. კაი, გავხსო. 1.11. შენ ხო აღარ გაიქეცი. გრიგალში, მარმიშკაზე. 11 კარასი. მაგარი არის ძალიან. ცოტა ნიავი მიწყნარდა. მაინც აიღო. მაინც აიღო. ამ ადგილში დღეს ვითევზავე უკვე. მე კრუგები დავარტყი და უკანა გზაზე რო გამოდიოდი მეთქი. კიდე მოუსინჯავაკ. მოუსინჯაკო, რა გაიგიჟეთ. გასვლისას რამოდენიმე ჩავდება. ანუ ბოლო ლოკაცია ეს ადგილი. აქ დავამთავრებ დღევანდელ საკმაოდ კარგ თევზაობას. ოპ, გაჩერდი. დღევანდელ საკმაოდ კარგ თევზაობას, ეს არის მე-12 კარასი. თუ დამაწტირო, გამოგაცალო ეს ნემსკავი. შენც მალე დაისვენებ და მეც. ეს მე-12 კარასი. წავიდა. ერთი 10 წუთიც გავჩერდები და თუ კიდე მოტყუდა რამე, ხო კაი, თუ არა და უკვე კმაყოფილი ვარ რამდენი ხანია. შავ კოვოს მატლზე შევჩერდი ბოლოს. Oops. Ja, auch ja. Oh, oh. Ja, ხდება. მეთქი სატყუ არა, რატო არ მომყვება? აიღო და იდგა იქვე ეთყობა. მე-13 მეომა. კაი, ეს უფრო მეტია იქეწინა. დღეს პატარა საერთოდ რომელი იყო. მოძრა. იმას ჯოგამბადეს შეს. კარგი. ჯოგამბადეს შესჭა. მე-13-ზე ხო არ გავჩერდები. მე-13-ზე ხო არ გავჩერდები თან. ცოტა ნიავი კი არა, იმ მომენტში ისეთი ქარი იყო შუა დღეზე. ეხლა რომელია? ეხლა 5 უკლია 5 წუთი. სადღაც 2 საათზე მოვედი მე მგონი. 2 ხდებოდა რომ შემოვედი. ერთი მომენტი ისეთი დაუბერა რომ შემცივდა დაჟე. მაგრამ ეხლა მზე გამოვიდა. დღეს არის
4 მარტი. ამ ვიდეოს დავდებ ალბათ 5-ში ან 6-ში. დღესვე დამონტაჟება, გადატანა დამონტაჟება მეზარება თან წინა ვიდეოც მაინც და მაინც გვიან არ ამაქვს დადებული. პირველში დავდე მე მგონი ეს ვიდეო. ხო, პირველი გაზაფხულის პირველი დღე იყო, 1 მარტი. დღეს 4-ია. ალბათ დავდებ 5-ში ან 6-ში ამ ვიდეოს. და. მერე დღეს ყველაზე მაგარი თევზაობა გამოვიდა. აქაურობაზე. ო, აი დარტყმა, გქონდა და ქარი ყლაპია ყოფილა. ნეტა არ გადაკონეტავდე. არა, გარედან აქ. გადავრჩი. დასასრულისთვის მინდოდა მეთქვა, რომ დღეს პირველი დღე იყო აქ თევზაობის დროს, რომ არც ქარი ყლაპია და არც ქორჭილა არ დამჯდა თქო, მაგრამ მაინც ქარი ყლაპია. არ ფიქრობდა თურმე მასე. ქარი ყლაპია თორემ მასე არ ფიქრობდა და მაინც ცოტა გადაუყლაპია მეგონა გარედან ქონა მოდები. გაჩერდი არ გადაკუნტო რა გაჩერდი. და ჩაღლაპული აქ არა კამერა თლათ ეს გაუში, აი ეგრე, ოჩახ. ესეთი გაფიჩხინებული ჭრილი ქარი ყლაპია. წავით. იქით წადი შეჩემ. აჰა, მე 14 გამოდგა ქარი ყლაპია, მაგრამ არასი 13-ია. აი მოდი 1-5 წუთიც. It's შენი ისევ ქარი ყლაპია. რომ მოსაღამო და გამოვიდნენ სანადიროთ ეთხოვა. შეიძლება გადავრჩეთ უჩთან აქ ამასაც. რომ მოსაღამო და სანადიროთ გამოვიდნენ. პატარა მაიმონა. მოდი. გადავრჩი გადაკუნეტას. კარგი, მოდი. მოიცა. გაჩერდი? გაუშვი სილიკონს. ესეც ისეთი არის. იქით. გავარდა და მე მე გადავარდა. წყალში ვდგავარ აქ. წყალში ვდგავარ, უკან მაყულის ბარდებია და ვერანაირად ვერ ჩავაგდებ და ისე. დრო არის მე დასასრულისკენ წავიდე. თორე ქარი ყლაპიებით სანადიროდ გამოვიდნენ და შეიძლება გადამიკვნიტონ.
კიდე? კაი. ჯანდაბა. არ გადამიკვნიტო და სო მივდივარ. მივდივარ. აღარ მინდა ქარიყლაპია. აღარც კარასი. ეს კიდე უფრო პატარაა იმათზე. არა გარედან აქ მოდებული ამას. იდეალურად გამოვა. მიცადე? ნახეთ, საღამოს. როგორ გამოვიდნენ ჯიგრები სანადიროდ. ესეთი. ზედიზედ მესამე. ოპა. ხო და ესე დაგემშვიდობებით. სწორედ შერჩეული აღჭურვილობა ყოველთვის თავის შედეგს და თავის სიტყვას იძახის. ესე პატარა ჯოხით უთხელესი ნოფილი ლურო 0.3 გრამი სიმძიმე 0.1 წმეყენა დღეს კოღოს მატლები წითელი ფერიც მუშაობდა შავი ფერიც ზემ სუბუქი ჯოხია კოჭაც ნუ მსგავსი თუ არა მსგავსი კი არა ანალოგიური თუ არა მსგავსი მაინც რო გქონდეთ აი ესე ძალიან კარგად გაერთობით არაჯალაში აგერ დღეს დავიჭირე 13 ცალი კარასი 1 ცალი გაქცევა მქონდა და ბოლოს ზედიზედ 3 ცალი ქარიყლაპია შვენივრად ამინც უყურებდით როგორი ამინდი იყო მარმიშკაზე ესეთი ამინდი არ ვარ გახოლმე მაგრამ მაინც ახლა უდრო ადგილებში ასე თუ ისე შეიძლებოდა გადაგდება და გამოტარება ისე რომ ძალიან დიდი რაღაცა წინააღმდეგობა არ მექნებოდა ხოლმე იყო ხანდახარო ხელს მიშლიდა მაგრამ მაინც ეს უდრო ადგილები ვიპოვე შიგადაში არის ესე მოფარებულები კამიში გეფარება ხეები გეფარება და ზურგის ქარის მიმართულებით ვდგებოდი ხოლმე რომ სატყუარად ცოტა შორს გადამეგდო და ეს ცხვირი ცოტა დაბლა დაწეული ჯოხით მაინც გამომდიოდა კი არა რა ვიცი დღეს რო გამომივიდა ესე არ გამომსულია არასოდეს აქ ამდენი კარასი არ დამიჭერია აჰა 4 მარტის თევზაობაც ესე დასრულდა ამ ვიდეოს ალბათ 6-ში დავდებ 5-ში ან 6-ში წარმოტევებს გისურვებთ ყველას ჩამოდით გაერთეთ არა ერთ ცუდი გასართობები უბრალოდ გარშემო რო ეს დინა გავიყრია და ღორები არიან ცოტა ტეხავს ხოლმე ცოტა არა კარგად ეხავს კარგად იყავით აბა